საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსი შიო მესამე მილოცვებს იღებს. მას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საელჩოები, მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები და პოლიტიკოსები პატრიარქად არჩევას ულოცავენ. შიო მესამე მისალოცი წერილი მიიღო ვატიკანიდანაც. ვატიკანის ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტმა კარდინალმა კურტ კოხმა შიო მესამეს კეთილის სურვილები გაუგზავნა და ხაზი გაუსვა მისი მოწოდების მნიშვნელობას დამწყემსოს იესო ქრისტეს სამწყსო. საქართველოს ახალ პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმაც. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და მრავალსაუკუნოვანი განსაცდელების ჟამს გამოვლენილი ურყევის სულიერებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში. თქვენი ეკლესიის ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ვევედრები უფალს მოგმადლოთ სიბრძნე, ძალა, მშვიდობა და უხვიწყალობა ამ წმინდა მსახურების აღსრულებისას. თქვენი გამორჩება მოსდევს მისი უწმინდესობის სამგზის ნეტარხსენებული პატრიარქის ილია მეორის კურთხეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ სამწყსოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელთა მრავალი თაობა აღზარდა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ღირსეული წინამორბედის მაგალითითა და საქართველოს წმინდანთა მეუხებით გამტკიცებული თქვენი უწმინდესობა კვლავაც მტკიცე სარწმუნოებითა და მამობრივი მზრუნველობით გაუძღვება საქართველოს ეკლესიას. შიო მესამეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე აღსაღდრება ჩეხეთის ელჩმა და შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებმა მიულოცეს. შტატების საელჩომ შიო მესამის კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ისტორიული მოვლენა უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს შიო მესამის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. ეს ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში პატრიარქი პირველად აირჩიეს. ჩვენ ვუსურვებთ მის უწმინდესობას დიდ წარმატებას და მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს ეკლესიასთან, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ აღმსარებლობასთან, ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების მისაღწევად. აღსაღდრების დღეს 12 მაისს მისალოცი წერილები გაავრცელეს და განცხადებები გააკეთეს როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. შალო პაპუაშვილმა, რომელიც სვეტიცხოველში შიო მესამის აღსაღდრებას ესწრებოდა, გარდაცვლილი პატრიარქის მოღვაწეობა გაიხსენა და შიო მესამეს ილია მეორის ღვაწლის გაგრძელება უსურვა. მოლოცვასთან ერთად ქვეყანაში დაპირისპირებასა და ამ დაპირისპირებაში ეკლესიის როლზე ისაუბრეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. სვეტიცხოველში მყოფმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური პირი შიო მესამეა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ახალი პატრიარქი დაპირისპირების დასრულებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იზრუნებს. ახალი პატრიარქი შიო მესამე სრულიად ამ მნიშვნელოვან გამოცხადებას სრულიად საქართველოს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ულოცავთ ახალი პატრიარქის არჩევას. კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს უსურვებთ წარმატებებს ქართველი ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანეს მისიაში და გვჯერა, რომ ქართული ეკლესია იქნება მშვიდობის, თანადგომის და ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენი ჩვენს ქვეყანაში. წარმატებებს უსურვებთ ახალ პატრიარქს. შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს ევროკავშირიც. შესაბამისი ტექსტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა. ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამორჩევას. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად. იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, ჯერა რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს. ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ მილოცვის წერილი რუსეთის პატრიარქისგანაც მიიღო. თუმცა პატრიარქი კირილე შიო მესამისადმი მიმართვაში სრულ ტიტულატურას ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებას არ ახსენებს. წერილში კირილე იმედს გამოთქვამს, რომ შიო მესამე ილია მეორის გზასა და მართლმადიდებელი სამყაროს წევრებთან ძმური ურთიერთობის ტრადიციას გააგრძელებს.